მოგესალმებით, დღის მნიშვნელოვანი მოვლენებით ეთერშია ახალი ამბები ანჟელა ქავთარაშვილთან ერთად. უკვე მეოთხე დღეა მდინარე ალაზანში გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. როგორც ტელეკომპანია თანამ გზავს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ განუცხადა, სამძებრო ოპერაციაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, თელავის სახანძრო სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 20 ივნისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული 15 წლის მოზარდი მეგობრებთან ერთად მდინარეზე იყო ჩასული, მან ცურვა არ იცოდა და წყალმა გაიტაცა. ალაზანში გაუჩინარებული მოზარდი, ძიებაში ჩართული არიან კახეთის საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი და თელავის სახანძრო სამაშველო სამსახური, ასევე მოსახლეობა. მიმდინარეობს წყალზე და დათვალიერება ინტენსიური და ასევე წყალქვეშა სამძებრო სამუშაოები მთავრობის მიერ. ამჟამად ძებნა მიმდინარეობს, ჯერჯერობით ძებნა უშედეგოა და გრძელდება მთელი დღის განმავლობაში.